დღეს ვიმყოფებით კომპანია ქინძმარაულის ვენახში, რომელსაც უვლით აგროკომპანია ბარაქას ვაზის გამოკვებისა და დაცვის სქემით. წამლობა ერთკვირიანი ინტერვალითა და რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით ტარდებოდა. ყვავილობამდე სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად ჩვენ ვიყენებდით სხვადასხვა ჯგუფის ფუნგიციდებს. ამ პერიოდისთვის ყველაზე სახიფათო არის ჭრაქი, რომელიც აზიანებს ყვავილედს, რაც შესაბამისად იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. მის საწინააღმდეგოდ ჩვენ გამოვიყენეთ სისტემურ კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი პროტონი, რომლის შემადგენლობაში შედის დიმეტომორფი და ფოლპეტი. მას ახასიათებს როგორც საპრევენციო, ასევე დამცავი და სამკურნალო თვისებები. ფუნგიციდებთან ერთად ჩვენ გამოვიყენეთ ფოთლოვანი გამოკვებაც, ჟელესასუქებიც, რომელიც თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე იდეალურად ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე და უდანაკარგოდ შეიწოვება მცენარეში. ასევე ამინო-80, რომელიც შეიცავს თავისუფალ ამინომჟავებს, ამარაგებს მცენარეს ორგანული აზოტით და ასტიმულირებს ყვავილობის პროცესს. ვაზის ვეგეტაციის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის მისი ყვავილობა და აუცილებელია მცენარის დაცვა ისეთი სოკოვანი დაავადებებისგან, როგორიც არის ჭრაქი, ნაცარი და სიდამპლეები. ამ პერიოდისთვის უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირია ნალექი და შეზღუდულები ვართ რიგი პრეპარატების გამოყენებაში. ამ წამლობაში ჩვენ გამოვიყენეთ სისტემურ კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი გორილა, რომლის შემადგენლობაში შედის აზოქსისტრობინი და ფოლპეტი. იგი აფერხებს პათოგენის განვითარებას და ბლოკავს მის სასიცოცხლო ციკლს. ყვავილობის შემდეგ იმატებს ნაცრის განვითარების რისკი, რის საწინააღმდეგოთაც ჩვენ ვიყენებთ იაპონურ პრეპარატ ციფლამიდს. ამ ეტაპზე ვაზი სრულად გამოსულია ყვავილიდან, არ გვაქვს არანაირი სოკოვანი დაავადებისა და მავნებლის კვალი, ძალიან კარგი ნაზარდი აქვს ვენახს და მიმდინარეობს მწვანე ოპერაციების ჩატარებაც. მივუყვებით აგროკომპანია ბარაქას ვაზის დაცვის სქემას ადგილობრივი კლიმატისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, საბოლოო შედეგს კი აუცილებლად გაჩვენებთ. გისურვებთ უხვ და ბარაქიან მოსავალს.